დღეს ესე იგი ჩვენ გვეუბნება დასავლეთი. გააწალი სინა პოლიციას და შერიქდები გმირი. ერთხელ ხო გითხეს ის ბოდიში და უკანალში დამჭრელი მამამისი რო დაჭრა უკანალში ეს გეორგედისი რომელიც მოლოტოვის კოქტეილს ესროდა პარლამენტს ეს დაგვისახეს გმირად ევროკავშირმა გადაუხადა გირავ ეხლა გვეუბნება რომ ეს კაცი ეს ქალბატონი ეს ვინ იყო საერთოდ ვინ იცნობდა რა დამსახურება აქვს სააკაშვილის დროს მას არ იღებდა არც არაფერი არ ვიცით მაგ-ქალის შესახებ ისე წარმოგიდგინეს თითქოს ეს იყოს რა ქვია ილია ჭავჭავაძე რა და ესე იგი ქალბატონმა სილა გააწნა პოლიციას დემონსტრაციულად და ესე იგი გამოუშვითო ეს უნდა ეს ქალბატონი ევროკავშირის დაფინანსებული ამერიკის და სხვადასხვა ფონდების დაფინანსებული ბაბუცა პატარა გამომძანდა და აი ნახეთ რა განცხადება გააკეთა ამ ქალზე ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ არანაირ შეცდომას არ ჰქონია ადგილი ზიამაღლობელმა სილა გააწნა რეჟიმს რომელიც არის სასტიკი რომელიც დგას ადამიანების სისხლზე ძალადობაზე და ის იმსახურებს სილას ის იმსახურებს გასამართლებას ის იმსახურებს დამხობას და ცეცხლს ოლიგარქია იმსახურებს ცეცხლს ჩვენ ესე იგი ამაზე მეტი აღიარება რა გინდა ესე იგი არავით არის შეცდომაო ანუ არა ის რომ რაღაცა ვითომ რო იძახიანო იმ პოლიციელმა რაღაცა ვითომ შეურაცხყო პირდაპირ ესო დემონსტრაციულად სილა გააწნაო ცეცხლს იმსახურებდა מחვილსო აჯანყებაო დამხობაო ეხლა ასეთი განცხადებების გამო ციხეში ჩასვამდნენ ამ ქალბატონს ამერიკაში გერმანიაში და სხვა ევროპულ ქვეყნებში მოწოდებები სახელმწიფოს კონსტიტუციური რაღაცა გარკვეულწილად წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით ეს არის დანაშაული ერთი სიტყვა არაპატიეს კაცო ბათიაშვილმა თქვა გამაგდით ბიჭებო და იმის გამო დაიჭირეს ესეთი გამოდიან და ცეცხლი მახვილი დამხობა პირდაპირ აჯანყება რევოლუცია და გაგერ გამოდის ადამიანი და სილა აი დიახო უნდა გააწნაო პოლიციელსო რა და ჩვენ კარგად ვიცით რომ პოლიციელებს რომ სილა გააწნეს 91-ში 2003-ში მაშინ დაემხო ქვეყანა მაგრამ ეხლა სხვა დრო არის სხვა ხალხია სხვა ხელისუფლება სხვა რეალობა